დილამ შვიდობისა ხალხნო. ცოტა ხანი ეს შუქი რო ჩავაქრო. დილამ შვიდობისა, აბა როგორ ხართ, როგორ ბრძანდებით, აბა როგორ გიგითხოთ, ახლა მოვადგოთ ერთად კოფე, მეთქოინ და დავლიოთ გემრიელი. ძალიან გემრიელი აბა. ძალიან ჩავთო არა დე კამერა და სულად თანახებ მე ჩავთავ ახლა ყავს მოვადგებ და მე ჩავთავ ოკეი შეგრაც ნანდა ქონდათ ხო იცი ბავშვებსა ასე ჩუქეს ანდრიას ისეთ საყვარელია და თან უკრავს. ტრიალებს. და ფერაშიც. სასაყვარელი ხოდა. გემოს ისე მოეწონა. ძლივს გამოვახსენე, შევხვეწე დედამიწის ვიდეოზე მისთვის ხელმეთქი და მოხვეწე მეთქი ახლა ცოტა ხანი ქონდა. ესა გადავიღებ და მე ჩასქანები და დამთანხმდა. მე შუქის ოჩავაფრობინე წავიდა. აღარ ესია მოუნა ბავშვი. ამდენად მობაზე წასვლა. რაღაცები გამოვიწერეთ ემოდან. 9 იანვრამდე აწერი ამ შეიძლება დეკემბერშიც ჩამოვიდეს, შეიძლება იანვარში, მაგრამ ესე როგორ ჩამოვა. ხანი უკვე გამოვიწერეთ. დილა იქნება. მაგრამ ოთხი ჩანდეთ, როგორია თქვენი დილა. ჩემი ჭკვიანი ქალები, აგერ ჩაუფინე ის და აღარ ისმის ის, მაგრამ ისე აღარ. დაგზავნის ნერვებს რომ მიშლიდა. ეს არის 20, ხო არის 21. ხვალ ვიკეთებ მე კონირებას, თუ კონიზაციას ხრობაც არის და 10 სამუშაო დღეში იქნება მე პასუხი, ანუ რომ გავუკეთებ ბიოპსიას როგორ იქ, ნუ სამუშაო დღეც არ გამოდის, მეტი გამოდის, იმიტომ რომ 9 იანვრიდან გამოდიან, 25-ში გადიან შვებულება და 9 იანვრს გამოდიან. და 9 იანვრსაც უნდა იქნება თუ არა, არ ვიცი. იმიტომ რომ სამუშაო დღეები ახლა 25-მდე არის 3 დღე, არა მე კიდე იანვრის შუა რიცხვამდე ალბათ არ იქნება. ეგ ცუდია. მაგრამ არა უშო, სამაგიეროდ მარტო 2 გოგოაც და ესა ზოგჯერ 16-18 გოგო იყო ერთ დღესო და ეს მე 18 რო ხარ დაიღოდები წარმოგიდგენთ ან შემონა იქნება. დილას ჭამი სუბუქა თუ რამე ჩემი გამეორეს შეე არ მოხდა. ხო. უცხოდ მეკავებოდა საშინელად აი ეს თელი კანის ძირები ეს რა ვიცი ალერგიული ფონი მომივატა იმ პრეპარატმა თუ რა იყო ამიტომ მე საერთოდ ალერგიული ლიდოკაინზე რო გავიკეთე სინჯისაც არც კი გამიწითლა ამაზე გამიწითლა და ლიდოკაინზე არც კი გამიწითლა საერთოდ არაფერი და ამაზეც 2 ხო გააკეთა და ეს წამალიაო და ეს მე გავაღიზიანეო თქვა რომელიც გამიწითლა და მეორე არ გამწითლებია მანდაც და აგრესი რატო რასთან თქვა არ ვიცი ფსიქოლოგიური ხო ვიცი მაგრამ უნდა ვუთხრა ყოველი შემთხვევისთვის რა ვიცი მე შინია და ეს ალერგიული შოკის და რაღაცების თვითონ 15 წუთიანიაო ეს პატარა ოპერაცია და 15 წუთში წახალ სახლშიო ნახოთ აბა და ძალიან იმედი მაქვს არ მეკინება რაც უნდა მაგას ნარკოზიო გავუდგევებით კეთებავ და არავის არ სკივავ და იმედი მაქვს რომ მაგან რა ვიში მე შევდივარ
მე ის გამონაკლისი არ ვარ. და მე უფრო პეჩენია მითნება მისე განებლა. აი ეს. თან წოვე. ეს გადამიგია. Ay be. Teta, suya mı Suli. Suli. Ai ხო არიან ადამიანები, ყველა ადამიანს თავისი პრობლემა გონია, ძალიან დიდია, ძალიან რთული. და ხო არიან ადამიანები, ვისაც გონია, რომ გონია კი არა და მაგალითად თვითონ არა აქვს რაღაცა და ფიქრობს, რომ შენ რაღაცა გაქვს, შენ უფრო კარგად ხარ. ანუ იმ ხელა სტრესს ვიღებ, მე ხალხ ყოველდღიურად გეფიცებით, აი რომ მივდიოდი იმ ექიმთან. ხა ჯერაც კი ზუსტი პასუხი არ ვიცი ბიოპსიის მერე მეტყვიან, მაგრამ სანამ ის ექიმი შემხედავდა, მეგონა რომ ტიპო მქონდა. ხა მივდიოდი გზაში, ფიქრობდი რომ მეთქი რაც არ უნდა მითხრან. სულაც ის რომ მითხრან, რომ აი კუდები პირველი რასაც გავაკეთებ. იქით სახს გავყიდი მეთქი ჩემსას. რამეს ვიყიდი აქ ახლოს, იმიტომ რომ ბავშვები აქ სკოლაში დადიან რაღაცა და გადავალ მეთქი რომ შვიდად ვიყო, ხალხო შვიდად აი შემჭამა, მომჭამა, აღარ შემიძლია. ანუ აი ხო როგორც საშინელად ჟღერს, ამას ჩემ გარდა არ მეყავს, მე მაგის გარდა არ მეყავს და ჩემი მხრიდან და აი ეს არის საჭირო სიშორე, იმიტომ რომ მომკლავს, შემჭამს. საშინელება. სოფიასთან ვიყავი, იქ ისე ვიგრძენია ეს სიმშვიდე, რომ მეგობარი რომ მოგივა წყნარად, რომ დაჯდები და აი ეს სიმშვიდე. აქ როცა ვინმე მოდის ჩემთან, მაშინაც არ ხდება ეგ. არასდროს და ყველა წუდის აი რომ არასდროს არ იცი ოდის გადაბრუნდება ნავი გემი თუ კარეტა თუ რა ქვია მოწმენდილ ცაზე მეხია ყოველთვის აღარ შემიძლია დავიხალე რატო ვერ უნდა ვიყოთ ერთმანეთთან ტკბილად აი რატო არ უნდა ადამიანს გაიგოს და რა ვქნა ახლა მე ღმერთი ჯული რომ მევცადე ყველაფერი და ყოველჯერზე ბავშვური გულწრფელობით მჯეროდა რომ всё აი ახლა ყველაფერი სხვანაირად იქნება მაგრამ პირიქით დროსთან ერთად ყველაფერი კიდევ უარესად ხდება ყველანის უნდა შემოსვლა თქოს გავყვანებიში ცოტა მოვისუნ თქვათ რომ აი ყავა მოვიდუღე და სამჯერ გავიცხე რომ მიგლოდა უღულში მაგის მე დაიწყო თან ესე ჩვეულებრივად წყნარად საუბარით და მივიდა სულ გაუგებრობამდე როგორც ყოველთვის
ეს არ არის ის სხვა თაობა ვართ. ეს არ არის ის სხვა შეხედულებები გვაქვს, ეს არის რომ მე არ ვიცხოვრე. ეხლა გვიანია და ვაღარ ვიცხოვრებ და ამიტომ მე უნდა მომცე შენი ცხოვრება. შევიდა იცხოვრე მე რომ მინდა და თუ ამას არ იცავ, მაშინ მე უნდა გლანძღო. არა მარტო ის უნდა გააკეთო, რაც მე მინდა, არამედ ის უნდა იფიქრო და ის უნდა გინდოდეს და ის უნდა იცხოვრო და ის უნდა იკვებო და ის უნდა ისუნთქო, იმასთან უნდა იყო და ყველაფერი ის უნდა გააკეთო, როგორც მე გეტყვი. და მაინც არასოდეს არ არის საკმარისი. ხვდებით? არა საკმარისი, იმიტომ ცხოვრება შენი არაა. ამ თემაზე ვიდეოს ჩავწერ. დღესაც გითხარით. მინდა ჩავწეროთ ხო და აუცილებლად ჩავწერ. გაგოცეთ. ახლა ჩავიცმე და წავართ მე თქო გარეთ. სოფინით ამას რატო არის მამა არ მოგწონს და ძალიან მომწონს და ძალიან მიყვარს, მაგრამ წელი რასაც აქვს ხალხო ამოღებული, ასე იგი რომ მიბერავს ჰაი ყელში ის მცივა რომ აი უფრო ხელი მირჩენია მეცვას. ოღონდ აი ხა ეს ხო რა ძალიან ამოღებულია რა, მაგრამ მაინც მირჩენია მქონდა მეცვას უფრო ბევრად ხელი და ის ყელიანი, იმიტომ რომ ხა საშინოდ მცივა ხმა ყელზე რომ მიბერავს. არ ვიცი ადრესზე არ ვიყავი. ასაკი. ყველაფერს დასაკვირვებლად მოიცან. აი იყოს ამას. არა ის მინდა გავიკეთო. იმას თავიდან თუ ამას ის მოუხდები და ეს მოუხდება მეგონა. ისედაც ძალიან ისეთი პერიოდი მაქვს. ой, მიკეთი ეს. კონია საყურე არ მიკეთი ახლა. ესეთი პერიოდი მაქვს, ისედაც დაძაბული, ნერვიულობ, რაღაცა განვიცდი. შეაინტერესებს საერთოდ. ისინი ძალიან საყვარლობა ეს ხო ფილმებში ვქნარით. ძალიან მიყვარს. აი ეგ არის სხვა ხარისხის და ეს არის სხვა ხარისხის. ამას გასდის ფერი. და რაღაც დროის მერე ეს უკვე ბრთავარ ვარ და იმას ფერი არ გასდის. ნიჭო. ნახე პეპელა საყურეს ვიკეთებ. ის დედა თუ არ უსმენის გამორთე თორე დაჯდება და მე ვეღარ ჩავრთავთ. ელემენტი დაუჯდება. ისე შემოგეულს. რა გიყიდო მაღაზიაში? ბონი. რასა ჭამკა გაჭამ, კამფეტს ჭა რა კარგი. Tita. Titico. Lamazo. Boni girido? Yes. Can you wait for good candy? Cool is for Miss Rainbow. Really good fun. Okay? Шан сама хвал? Tu me retoko Davidet. Okay, go. Me retoko? Yes. Шан сама хвал? Yes. Mommy. Davide უნდა თუ არ უნდა. კეთეს. ჩავიცმო შარვალსაც, ის შარვალი გავრეც ხე ერთი და მეორე ჩავიცმო. ესე იგი ძალიან გაკვირვებული, გახარებული ვიყავი, იმიტომ რომ სოფიას დაბადების დღე ვიყავი და სახში ამას ლანძღვა ჩემი არ მოყვა. ანუ იმიტომ კი არა რამე მოხდა, არამედ ბაჩოსთან რო ვიყავი და მოვედი,
ორი დღე თავზე დამახურა ყველაფერი, ანუ კარგად რო ვარ, სადღაც რომ მივდივარ და ანუ გავდივარ მისი ზემოქმედების ზონიდან და კარგად ვარ და მოდი რომ გიჟდებ. ან თუნდაც ჩვენთან რომ მოდის ვინ წინა დღით, ორი დღით მერე შემდეგი და ეხლა ჩუმად და მეთქი რა ხდება. რა ხდება და აი დღეს სატრევანი გქონდა. ეს თოკოსია. ორი იყიდე? ხო, არის ვარქანი. მაგრამ ვერ მიყიდე. შენ გიყიდე, ევა? ეს შენ? არისო არც ერთი. ეს შენ. შენ ეგენ დამაბარე. კიდე ეს აიღო თოკო მე მინდაო და მეთი მაშინ ევას მომდება. ხო და ანდრისაც ვუყიდეთ, ევასაც ვუყიდეთ და დედასაც ვუყიდეთ. ასევე აი ეს შოკოლადის ფუნთუშა ვიყიდეთ. აი კიდე ეს აქცია იყო. შოკოლადის ფუნთუშა ორია. კიდე ეს აქციაში იყო. და ნუ ჩამირთე ვიდეოს ვიღებ, ხო? ეს იმი გამოვხდა. და აქ არის სამი პური. ერთი, ორი და სამი. და ასევე თოკოსმელა პომიდორი და პომიდორი. ბევრი კაი ამის გაკეთება შეიძლება პომიდორი თუ ნახა. შეიძლება და შეიძლება. ეს იყო 34 ლარის. ჩალიკამ გაიკეთა ბუტერბროდები და ნახეთ რა. რა მსიმაღალეა და სხვაობა ნახეთ რა არის. აქ ყველაფერი ერთმანეთს შეშერეული და ისე შემწვარი. აქ ყველაფერი ცალ-ცალკეა. ეს გაიქნება. აი ეს ისა. ორენი. მოკლედ ხალხო. აქ მაგ აი ეს. Naughty, Dada. Deda's naughty. Where? Tu evas? Naughty, Dada. Where? Where, Dada? ანუ შენატირე ბონი და მე რატომ? ხო. Tama. Where, Dada? Where, Dada? Where Deda? Oi. No, Deda. Where? ჩოდოა დედა. Iris, Deda. Iris, Deda. კმაყოფილია. აი, საღამოშვიდობის ახალ, ახლა უნდა ჩავიწვა, აი ეს საფიას ჩუქარი ზედა, ჩარვარი გმაცვია, აი. აი, საყვარელია. დავიბანე ხვალისთვის მომწეს რიგდი. სრულიად გამითავდა ეს კრემი. როდის მეც არ ვიცი, იმიტომ რომ არ ვისვამდი. ესა. საერთოდ მე მაქვს ერთი ძალიან ცუდი ჩვევა. როცა სადღაც წასასვლელად უნდა მომემზადო, ბოლომდე ვდებ მაგას და მერე მთელი ღამე ვიტანჯები, იმიტომ რომ ხვალდილას უნდა გავემზადო და არ ვიცი მოვასწრებ თუ არა. და ძალიან საშინელი ჩვევა ექნა, ვცდილობ რომ მაგას გადავეჩვიო. ხო და ეხლა თავს უთხარი რომ მეთქი ძვირფასო გავემზადებით ახლა. ხო მე ეს დღეები მქონდა კიდე საშინელი ემოციური კრება, რადგან შევშინდი როგორც იცით, განვიცადე ვინერვიულე და თავს ეგრე ავიმშვიდებდი. ასე თქვა. პეტროვი მოვიშორე და აი აქამდე, სამთარში აქამდე ვიშორე. ხო, და მოკლედ თავი არ დავიბანე, მეზარება.
ან სოფიას დაბადების დღეზე დავიბანეთ 18-ში. ხო და რა მიზარება არ მაგჭირ თან დასაბანი. ადრე ძალიან ყოველდღე ვიბანდი თითქმის და ძალიან მქონდა ცხიმიანობა მომატებული და ეხლა აღარ ვარ მასე და ვცდილობ რომ კვირაში 2 ჯერზე მეტად არ დავიბანო. ხო მოკლედ მთელი დღე მაგ რაღაცნაირი ღელვა ძალიან მეშინია რომ რადგან ადგილობრივი კეთდება მეტკინება იქ კი ძალიან დამაჯერებლად თქვეს რომ իրას ლაპარაკობს საერთოდ არ გეტკინება და ყველა ეგრე იკეთებს და რაღაცა მაგრამ აი რა ვიცი ხო თუ გეტკინა უნდა მოითმინო და წინასწარ ძალიან მეშინია და ვღება მე ისა კიდე რომ მე ვარ ძალიან ემოციური და თუ მაგალითად ჯერ მეორე გოგონას შეიყვანენ და მე ანუ სანამ გამოვა არ ვიცი მოკვდები ნერვიულობისგან და ვერც ვეტყვი რა თქმა უნდა რომ ჯერ მე შემიყვანა რადგან სავარაუდოდ ისიც შემსავით იქნება და ყველა ნერვიულობს ხა ეგეთი რაღაცის წინ ამიტომ როგორც სამყაროს ღმერთი გადაწყვეტს სამყაროს სული აი ესე იყოს ჩემ თავს ვამზადებ ვუბნები რომ არ გეტკინება ყველაფერი კარგად იქნება ნუ გეშინია არ განეწყო ესე ვაიმე რაღაცა მეორე ფაქტორი ის არის რომ მართალია ამან თქვა არაფერი ცუდი მე აქ არ დამინახიაო მაგრამ ლალი მხო შიშით გამომაგზავნა ამასთან და სანამ პასუხი არის ბიოპსიის გული მაინც 100% არ დამიხილდება და ისე გამოდის რომ 25-ში გადიან ესენი ჩვებულებაში ანუ მე ვიკეთებ ხვალ რა რიცხვია დღეს არის 20 ხვალ არის 21 ვიკეთებ ხვალ და ესე იგი 25-ში ანუ 4 სამუშაო დღე იქნება იქამდე და მე გამოდიან 9-ში ანუ სადღაც რა ვიცი იანვრის მეორე ნახევარში გავიგებ ბიოპსიის პასუხს ზუსტად არის თუ არა რამე უფრო ცუდი წესი ძალიან დიდი ალბათობით არაფერი ცუდი არ იქნება რადგან მით უმეტეს ამან ნახა და ვერაფერი ვერ დაინახა ისეთი მაგრამ ნუ მაინც ხო არსებობს ალბათობა და მთელი ეს პერიოდი ახალი წელი და რაღაცა არ მინდა რომ გულზე ეგ მეწვეს მაგრამ როგორც ჩანს სხვა გზა არ არის ხო მოკლედ ესეთი ამბები როგორც ყოველთვის მხარდაჭერა ამ კუთხით თუ კი ბავშვს ვაჩენდიან ოპერაცია მქონდა გასაკეთებელი ან რამე ჩემ ცხოვრებაში ესეთი ხდება რომ მხარდაჭერა მჭირდება ლია ყოველთვის ამ დროს მთელი თავისი რეპერტუარის ლანძღვაგინებით არის ახსოვსი და რა თქმა უნდა ეხლაც არ ღალატობს მაგ წესჩვეულებას ხო ზოგი თუ ახალბად ნერვიულობს მაგრამ რავი მე მაგას ვერ ვხედავ საერთოდ ეს განსამოქროს სრულიად კიდია შეიძლება არ დაიჯეროს ვიღაცა მაგრამ რაც რო გადის თითქოს უფრო მეტად მასში ძლიერდება ის მხარე რომელიც სალცია სიძულვით და ბრაზით და სხვისი დადანაშაულებით თავის ვეხები გარცხურებაში და ანუ რომ ქონდა იმედი რომ ეს შეიცვლებოდა კარგისკენ დროთა განმავლობაში ეს პირიქით იცვლება ცუდისკენ შესაბამისად მოკლედ ესე დილასაც აუცილებლად სუბხატანა და ისე მოდიო ხშირი არ მოხვიდეო რამდენჯერმე მითხრა და მე რატომ ერთი ვკითხე ანკოდის ვკითხე რატომ ერთი რატო არის აუცილებელი რომ შერი არ ვიყავ მეთქი და ამბობენო რომ ამ არსებობს მოსაზრებაო რომ ანუ გამოყუჩებელი საშუალო უფრო კარგად მოქმედებს ნაჭამ ადამიანზე ვიდრე მშიერს არ ვიცოდი ეგეთი რამე თუ არსებობდა ხო მისურვეთ წარმატებები ჯერ არ ყოფილი კარგი იქნება უბრალოდ ვხელავ და არ შემიძლია რომ არ ვხელავდე და იქ ბუნებრივია ალბათ ხარ რა ვიცი ყველა ირევებ და მიყვარხარ ძალიან კოცნით და ხოლმე ამდენ მშვიდობებით. დილას სანამ წავალ და იქაც ავჭასაც მოვახერხებ გადავიღებ. აიო. ნახე პესტიბას. ატამიშალო იმიტომ მინდა. თუ უნდა წაისო. თუჩე.
და ჯინას უსხობს თვითონ არა. Ciao.